الحمد لله رب العالمين والصلاة والسلام على رسولنا محمد وعلى آله وصحبه أجمعين. السلام عليكم. في رسولنا وبسالبيت وزارة الله وقتل القص. تشوي صورت حضرت حمزة رضي الله عنه الله يقص وقتل مسكان. ميست شسخ بيوغرافيا صورت. თუ როგორი პიროვნება იყო, როგორი პერსონაჟი, რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით, რომ ისლამში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. თვითონ მორწმუნეებო, ჩვენ რომ მაგალითად თუ გახსოვთ გაკვეთილს რომ გავდიოდით ილმიჰანის საკითხებში, ასეთი რამ იყო, რომ როდესაც ჩვენ გვინდა რომ ინფორმაცია მივიღოთ უზენაესი ალლაჰის, ანუ ღმერთის შესახებ, მის შესახებისთვის სებებზე თუ როგორი არის ღმერთი და ასე შემდეგ, იქ იყო რომ მაშინ ჩვენ უნდა ვეძიოთ პირველ რიგში ინფორმაცია რომ მივიღოთ სწორი თუ არის, ეს იყო უნდა მივიღოთ ვიყიდოთ ყურანი, რადგან სწორი ინფორმაცია მივიღოთ და შუამავ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის ჰადისი, მისი ცხოვრება. ამავე დროულად ჩვენც რომ საჰაბებზე, შუამავლის მეგობრებზე, შუამავალზე და სხვა კიდევ მის პიროვნებებზე რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ, მათ და მის სიყვარული გაგვიჩნდეს და კარგი დამოკიდებულება ჰქონდეს, ამისათვის საჭირო რა არის? საჰაბეების, თავის მეგობრების ან შუამავლის ბიოგრაფია უნდა შევისწავლოთ. ესეც ჰაზრეთი ჰამზას ბიოგრაფიაც ერთ-ერთი ამ ნაწილიდან არის. ჰაზრეთი ჰამზას მამამისის სახელი გახლავთ აბდულ მუტალიბი. აბდულ მუტალიბი აგრეთვე შუამავლის ბაბუა გამოდის, ხო? დედამისის სახელი ჰალე ბინტ მუჰეიბი არის. 2 ან 4 წლით უფროსი იყო. აგრეთვე ჰაზრეთი ჰამზა არა შუამავლის არამატ ბიძა, არამედ რძით ძმას გამოდის. და ის ანუ ჩვენ მაგალითად როდესაც შუამავალის ბიოგრაფიას ვკითხულობთ, შუამავალს დედამის დედა იყო ამინე, ხოლო ძით დედა ჰალიმე, მაგრამ კიდევ ჰყავს მეორე ძით დედა, ეს არის სუეიბი, რომელიც რომ ჰაზრეთი ჰამზა და შუამავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ძით ძმებიც კი გამოდიან. რა თქმა უნდა, შუამავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის 12 ბიძა და 6 მამიდა ჰყავდა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს სიცოცხლე ვერ მოესწრო შუამავლობამდე, ანუ გარდაიცვალა ზოგი დაბადებამდენაც. ამ ბიძებიდან ერთ-ერთი პიროვნება, ერთ-ერთი ბიძა არის ებუ ლეჰები, რომელიც რომ მუშრიკად, ანუ ურწმუნოდ მოკვდა და ამას პლუს შუამავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის ერთ-ერთი მთავარი მტრებიდან ერთ-ერთი მთავარი პიროვნება იყო, რომელიც ყოველთვის ცდილობდა რომ წინააღმდეგობა გაეწია შუამავლისთვის და ურწმუნოდ მოკვდა და თებეთიე და სურა როცა არის, ან ხო არის თებეთ სურა თებეთ, ის სურაც მის ბიძას და მისი ბიძამისის მეორე ბიძოლას შესახებ იქნა მოვლენილი. ხოლო მეორე შემდეგი ბიძა არის ებუ ტალიბი, რომელიც რომ ისიც ურწმუნოდ გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილამდე შუამავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამს ფარველობდა. შემდეგი ბიძა კიდევ არის იბნი აბასი, რომელიც რომ მოგვიანებით მიიღო ისლამი, ბიძებიდან მოგვიანებით მიიღო ისლამი, მაგრამ ძვირფასო მორწმუნეებო ძალიან ბევრი კეთილის საქმეების გამკეთებლის მიზეზი გახდა. და ჩვენი მთავარი პერსონაჟი, პიროვნება ვინც რომ არის, ეს გახლავთ ჰაზრეთი ჰამზა, შუამავალის კიდევ ერთი ბიძა, რომელმაც რომ ისლამის მოსვლამდე როგორი პერიოდი იყო, განუკითხაობა, მაგალითად ჩვენ როდესაც ისტორიას ვკითხულობდით, ასეთი რამ მოყვა, რომ ისეთი ტრადიცია იყო, რომ გოგოშვილის დაბადება სიცხლად მიაჩნდათ და ცოცხლად რაშებოდნენ მარხავდნენ. ანუ ასეთი ტრადიცია იყო იმ დროისთვის არაბეთში. ამას პლუს განუკითხაობა, ადამიანების ჩაგვრა და სხვა, ყველა უსამართლობა უკვე იქს იყო მიღწეული.
რა თქმა უნდა, ამას პლუს კერპეს ცემდნენ თაყვანს. ჩვენ ვიცით, რომ ქააბა აგებული შენობა ნაგებობა აგებული იქნა იბრაჰიმისა და თავის შვილის ისმაილ ალეისალამის მხრიდან იყო აგებული, რომელიც იყო ღვთის სახლი და იქ ლოცვა კითხვა მიმდინარეობდა, ხალხი აღამენდნენ, მაგრამ როცა განმავლობაში ხალხმა აქნეს კერპების ადგილ სამყოფელად აქციეს. გამოვედრულად ქააბაში 360 კერპი ინახებოდა. რა თქმა უნდა, იყვნენ პიროვნებები, ერთეულები, რომლებიც რომ ამ იმას არ მიესალმებოდნენ და განრიდებული იყვნენ ამ საქმისაგან, სამწეობისაგან. ამიტომ ერთ-ერთი პიროვნება იყო ჰაზრეთი ჰამზა, რომელიც სულიერ სიმშვიდე როდესაც ვერ პოვებდა, რა შეებოდა, ის მან დაიწყო ნადირობა. უდაბნოში რა შეებოდა, ნადირობა დაიწყო, რადგან სულიერი სიმშვიდე როცა ვერ პოვა იქ, სადაც ხალხი იყვნენ, უნდა განმარტოებული ყოფილიყო. და აგრეთვე ჩვენ ვიცით, რომ ჰაზრეთი ჰამზას როგორ მოიხსენიებდნენ იმ დროისთვის ხალხი, ერთ-ერთი სახელი არის ესედულლაჰ, ალლაჰის ლომად მოიხსენიებდნენ, ხოლო მეორე სახელი არის ესედურ რასულულლაჰ, შუამოვა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემის ლომად მოიხსენიებდნენ, ანუ ასეთი სახელით მოიხსენიებდნენ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ჰადისში შუამოვა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემი ბრძანებს, რომ მე ბიძას, ანუ ჰამზას სახელი აშტე ესედულლაჰ, ალლაჰის ლომად დავინახე დაწერილი. რა თქმა უნდა, აქ ჰაზრეთი ჰამზას ერთ-ერთი სიტუაცია არის, როდესაც პეღამბერ ეფენდიმის სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემს 40 წლის ასაკში შუამავლობა მოვიდა და უკვე დაიწყო სიმართლისა და სიცრუის გარჩევა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მტრები გამოუჩნდეს შუამავლობა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემს. ამას პლუს წნეხის ქვეშ იყვნენ, ვინც რომ მის გზას გახვდნენ, იწამეს და ასე შემდეგ. როდესაც 3 წლის, ანუ 3 წელი ფარულად იყო ისლამის გადაგება, 3 წლის შემდეგ, როდესაც ბრძანება მოვიდა ალლაჰისაგან, რომ უკვე თქვენ სააშკაროდ, ანუ მაგალითად, იქაზე გადაგება მოუწოდეთ, ანუ ბრძანება როდესაც მოვიდა, ამ დროისთვის პეღამბერ ეფენდიმ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემმა თავისი ნათესავები შეკრიბა საფათ არის გორაკი, ბორცი, სადაც რომ იქ შეკრიბა და ასეთი სიტყვებით მიმართა, რომ აი მე რომ გითხრათ, რომ ამ ის უკან წერი არის, რომელიც რომ მოდის თქვენს მოსაკლავად, მაშინ რასიზამით დამიჯერების თუ არა, ყველა მერთხვალ უპასუხესო, რა თქმა უნდა დაგიჯერეთ, რადგან შენ მუჰამედულ ემინ, ანუ ზედმეტსახელად სანდო პიროვნებად იცნობდნენ, შენ სიცოცხლის განმავლობაში სიცრუე არ გითქვამს. როდესაც მიმართა, რომ მე ალლაჰისაგან გამოგზავნილი შუამავალი 엘ჩი ვარ, როდესაც ასე მიმართა, რა თქმა უნდა და უთხრა, რომ ვინ არის, ვინ გამომყვება ამ გზაზე, სამჯერ როდესაც თქვა და სამივეჯერ გაიმეორა, ყველა თმაზე ერთ-ერთი პიროვნება პატარა ბავშვი ხელს წევდა, ალლაჰის შუამავალო, მე გამოჰყვები. ეს პიროვნება გახდა თავისი ბიძაშვილი 13 წლის ჰაზრეთი ალი. რა თქმა უნდა, იქ მყოფებიდან ბიზამისმა ებუ ლეჰებმა მახსრად აგდენ და მახსრად აგდენ კიდათაღებით, ანუ მახსრად დამცირების მიმართით და უთხრა, გეყოფა შენ ეს პატარა ბავშვი და აქედან წადი შენ ანუ ისეთ რაღაცას მიიმაშები, რომელსაც რომ ანუ აქამდენ არ ყოფილა. ანუ ერთის მხრივ დაამცირა იქ და შემდეგ გამოხდა ხალხმა იქ მიატოვეს შუამავა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემი, მაგრამ რა თქმა უნდა, იქ იმ ხალხში ჰაზრეთი ჰამზაც კი იმყოფებოდა, მაგრამ იმ დროისთვის, რა თქმა უნდა, ისლამი ნასიბი არ გაუხდა. რა დრომდე 3 წლის შემდეგ, როდესაც ერთ ქააბასთან ახლოს ებუ ჯეჰილმა და სხვა პიროვნებებმა, რომლებიც რომ მუშრიკებმა შეიმსწრეს მუსლიმები მორწმუნეები და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, ამ დროისთვის, რა თქმა უნდა, ჰაზრეთი ჰამზა უკან ბრუნდებოდა ნადირობიდან, ებუ ჯეჰილის მსახურმა, ანუ რა თქმა უნდა, ისლამამდე მონობა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი
ხბევს გონია რომ ისლამმა მოიტანა მონობა და ასე შემდეგ, არა, ისლამის მოსლამდე იყო მონობა, რა თქმა უნდა, ისლამის მოსლასთან ერთად მონებს მიეცათ უფლებება და რა თქმა უნდა, ისლამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მიზანი არის რომ მაგალითად მონების გათავისუფლება, თუ რაღაცა მაგალითად ადამიანმა დააშავა ღვთისმსახურებაში და ასე შემდეგ, გამოსასყიდა იმ დანაშაულსაც, ყოველთვის არის მონის გათავისუფლება. ანუ ისლამი მონობას კი არ მოუწოდებს ადამიანებს, არამედ გათავისუფლებისკენ. რა თქმა უნდა, ებუ ჯეჰილის მონამ ქალმა აზრეთი ჰამზა, როდესაც ნადირობიდან ბრუნდებოდა, ასეთი სიტყვებით მიმართა, რომ ey ჰამზა, შენ ნადირობას არშობია, შენი ძმისშვილი მუჰამედი დაიცვა, რადგან ის ებუ ჯეჰილმა და მისმა მომხრეებმა ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჰაზრეთი ჰამზა პირდაპირ მივიდა იმ ადგილას, სადაც რომ ებუ ჯეჰილი იქ იმყოფებოდა. მას როდესაც ეს ყველაფერი ჰკითხა თუ რატომ გააკეთა და კიდევაც უთავაზა, ანუ ძირში, როდესაც დაარტყა ძირში წაიქცა სისხლი გადმოსტინდა, ამ დროს ებუ ჯეჰილის ძვირფასო მორწმუნეებო, ებუ ჯეჰილის მომხრეებმა ფეხი ამოდგომას წამოდგომას რადგან დახმარებული ყოფილი იყვნენ ჰაზრეთი ჰამზაზე პასუხი გაეცათ, მაგრამ ებუ ჯეჰილმა ხელით ანიშნა, რომ თქვენ გაჩერდით, არ ადგეთ გააკეთოს ის, რასაც აკეთებს. ებუ ჯეჰილის ეს ქმედება, ეს ჟესტი რის გამო იყო, თუ ვიცით, იმიტომ რომ ეშინოდა რომ თუ ჰამზა მუსლიმების რიგებში გადავიდოდა, რა თქმა უნდა, მორწმუნეები მუსლიმები გაძლიერდებოდნენ და იმას ვეღარ გააკეთებდნენ, რაც აქამდე აკეთებდნენ. ანუ ეს იქნება შეურაცხყოფა, ფიზიკური გასწორება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჰაზრეთი ჰამზას სიტყვები იყო, რომ მე წამს მუჰამედი რასაც გადაგებს, დღის შემდეგ მე მის სიმჯერას და მის გზას მივხვევი. თუ ვინმე მსგავს რაღაცას გააკეთებს, მაშინ მე მოვიდეს და მე შემებრძოლოს. რა თქმა უნდა, ამ სიტყვება ებუ ჯეჰილისთვის იყო ერთ-ერთი განადგურება, ერთ-ერთი დიდი გართმა, რასაც რომ არ უნდოდა მოხდა და მოხდა ყოფილიყო, ის მოხდა. ამის შემდეგ როდესაც ჰაზრეთი ჰამზა ძვირფასო მორწმუნეებო მივიდა შუამოვა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემთან და მოახსენა, მოუთხა რომ მე ასე გავაკეთე, შური ვიძიე შენს გამო, ფეღამბერი შუამოვა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემს არაფერი ყურადღება არ მიუქცევია. ანუ გაუკვირდა ჰაზრეთი ჰამზას, რომ ნუ თუ შენ კმაყოფილი არ გიხარია იმისთვის, რომ მე შური ვიძიე და ასე შემდეგ, შუამოვა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემმა დაუპასუხა, მე ის კი არ გამიხარდება, რომ შენ შური იძიე ჩემს გამო, არამედ ის გამიხარდება, რომ შენ ჭეშმარიტ გზას დაადგები და ის რაც რომ არასწორი შირქი არის, სხვადასხვა კერპებზე თაყვანიცინო და მსგავსი რაღაცა, ამ ყველაფერს რომ ჩამოშორდი და სწორ გზას დაადგები, ჩემთვის ყველაზე სასიხარულო ამბავი ის იქნება. და რა თქმა უნდა, ჰაზრეთი ჰამზა იქ ქელიმე შაჰადეთს მოიტანს, ისლამში შევა. რა თქმა უნდა, ამ ჰაზრეთი ჰამზას ისლამის შესვლით მუსლიმებისთვის რა იქნება ერთ-ერთი ძალიან დიდი ზეიმი, რომ რადგან ასეთი ძლიერი მამაცი მებრძოლი პიროვნება ისლამში შევიდა და მუსლიმებისთვის ერთ-ერთი საყრდენი გახდა. ამას პლუს ის ხალხი პიროვნებები, რომლებიც რომ ისლამში შესვლა უნდოდათ, მაგრამ ვერ ბედავდნენ, რომ სიცოცხლეს გამოასალმებდნენ ან აწამებდნენ და ასე შემდეგ, мотивация გახდა და მარტივად ისინი ისლამში შევიდნენ. მინდა თემას გადავუხვიო და დავიწყო ჰაზრეთი ომერის გამუსლიმანებასთან დაკავშირებით, რადგან შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა, რომ რა შუაში, რასთან დაკავშირებით ან ჰაზრეთი ომერი, ჰაზრეთი ჰამზას ისტორიასთან. რა თქმა უნდა, უცნურებმა, წარმართებმა ის პიროვნებები, რომლებიც რომ იყვნენ ის პიროვნებები, რომლებიც რომ უნდათ რომ როგორი ხელი შეეშალათ შუამავლისთვის, მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემისთვის, ადგილი ჰქონდათ დაარსებან, ადგილი იყო, სადაც რომ იკრიფებოდნენ და იქ განიხილავდნენ თუ რა როგორ უნდა გაეკეთებინათ. ამ ადგილს ერქვა დარულ ნედვე, სადაც გადაწყდა, რომ შუამავლები უნდა მოეკლათ და ეს ჰაზრეთი ომერს უნდა გაეკეთებინათ. როდესაც ჰაზრეთი ომერმა აიუხმალ და წავიდა შუამოვლის მოსაკლელად, გზად მათ შეხვდა თავისი ნათესავი ნუაიმ ბინ
აბდულლაჰი და როდესაც კითხა თუ სად მიდიოდა და მიხვდა რომ შუამავალი უნდა მოეკლა, მან ასეთი რამ უპასუხა რომ ey ომერ შენ იმის სანაცვლოდ რომ შუამავალი ან მუჰამედი უნდა მოკლა, სჯობია შენ დას და შენ სიძეს მიხედო, რადგან ისინი ისლამში შევიდა. ანუ ფაქტიურად გაამხილა ჰაზრეთ ომერმა არ იცოდა იმის სანაცვლოდ რომ ჰაზრეთი ომერს შუამავალი უნდა მოეკლა, რა თქმა უნდა წავიდა თავისი დისა და სიძის სახლში. შემდეგ როდესაც მივიდა კარებთან და გაიგონა რომ ყურანის კითხვის ხმა ისმოდა, რა თქმა უნდა კარი შეანგრია და შევიდა. იმ სახლში იმყოფებოდა თავისი და ფატმა ბინთი ჰატტაბი და თავისი სიძე საიდ ბინ ზეიდი, კიდევ მესამე პიროვნება იყო ჰაბა ბინ ერეთი, რომელიც რომ ის ყურანს ამცნობდა, ანუ ასწავლიდა. როდესაც შევიდა ჰაზრეთ ომერ რადიალლაჰუ ანჰუ გაბრაზებულმა, რადგან თავისი და სიძე დაუწყო, ანუ ცემა, ხელის დარტყმა, ხელი დაარტყა. რა თქმა უნდა, როდესაც სისხლი წამოვიდათ, გული მოულბა, გაჩერდა. ჰაზრეთ ომერ რადიალლაჰუ ანჰუ იკითხა რომ რა გქონდათ, რას კითხულობით მომეცით, ის და მეც ვიკითხო. თავისმა დამუთხრა რომ რა თქმა უნდა, შენ რომ მოგწია ამას დახი. შემდეგ პირობა დადო რომ მე პირობას გაძლევ რომ მსგავს რაღაცას არ გავაკეთებ. შემდეგ ჰაბა ბინ ერეთმა, როდესაც გამოაჩინა ის გრაგნილი, სადაც რომ იყო სურა ტაჰა ბოლენილი და კითხულობდა, ჰაზრეთ ომერ რადიალლაჰუ ანჰუ დაიწყო კითხვა, ჰაზრეთ ომერი იყო განათლებული პიროვნება, იცოდა წერა-კითხვის უცოდნე. როდესაც კითხვა დაიწყო სურა ტაჰას, ერთი სიტყვით ის ომერი, რომელიც შუამავა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემის მოსაკლავად მიდიოდა, რაკნა მოლბა, ანუ ერთი სიტყვით ისლამის ნაპერწკალის, რომ ვთქვათ, ერთი სიტყვით გაუჩნდა ის თავის გულში. შემდეგ ჰაზრეთ ომერ რადიალლაჰუ ანჰუ გადაწყვიტა, რომ წასული ყოფილი იყო შუამავა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემის სანახავად, სიტყვა რომ წამიყვანეთ, როდესაც მივიდნენ ბილალ ჰაბეში პიროვნება, რომელიც რომ პირველმა ეზანი იკითხა, დაინახა რომ ჰაზრეთ ომერი მიდიოდა და იცოდნენ რომ შუამავალთან მისულდა ყოფილიყო მოსაკლავად, რაკნა დაიწყო ყველელი რომ ომერი მოდის, იქ რა თქმა უნდა შუამავა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემთან ძალიან ბევრი მორწმუნეებიც იყვნენ 30-მდე და ამ დროისთვის როდესაც პანიკაში ჩავარდნენ თუ რა უნდა გაეკეთებინათ, რადგან ომერი იყო ძალიან განათლებული, ძალიან ძლიერი პიროვნება, ჰაზრეთი ჰამზაც იქ იმყოფებოდა შუამავთან, ასეთი სიტყვებით მიმართა რომ თუ ომერი არის, მე ჰამზა ვარ, გახსენით კარი, მაშინ შემოვიდესო, რადგან ჰაზრეთი ჰამზაც რა თქმა უნდა მამაცი მებრძოლი პიროვნება იყო. როდესაც ჰაზრეთ ომერ რადიალლაჰუ შევიდა, შუამავა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემმა ხელი მოსვლა, ანუ კერძზე, დასაცმელზე და ასეთი რამ მიმართა რომ ომერ, ნუ თუ არ დაგადრო, რომ შენ ისლამში შეხვიდე, ნუ თუ ხომარ გინდა რომ შენს ებუჯეჰილივით, ებულეჰებივით ალლაისაგან რა იქნა წაგებული სექციებში შეგიყვანოს. რა თქმა უნდა, ჰაზრეთ ომერ რადიალლაჰუ ანჰუ კელიმე შაჰადეთი მოიტანა, ისლამის რიგებში შევიდა და ეს ხდება, ანუ ჰაზრეთი ჰამზა როდესაც რომ ეს სიტყვები მიმართა, 3 დღის შემდეგ ხდება, ანუ 3 დღის უკან იყო ქონდა მიღებული. რა თქმა უნდა, წარმოიდგინეთ ძვირფასო მორწმუნეებო, რომ პიროვნება, რომელიც რომ 3 დღე იყო გასული, რაც რომ ისლამი მიიღო, მაგრამ ყველაფერზე უკვე მზად იყო იმისთვის, რომ თავი გაეწირა რა ისლამის გამო. ძალიან ხშირად გვესმის, რომ ჩვენ მორწმუნე საზოგადოებიდან, მუსლიმებიდან, რომ მეც ყოფილი ვიყავ შუამავა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემის დროში და მეც მაგალითად დახმარება გამეწია, მსგავსი კარგი საქმეები გამიკეთებინა და ასე შემდეგ. მინდა ასეთი რამ თქვა, რომ თუ დღეს ჩვენ რას ვაკეთებთ? მაგალითად, ჩვენ ხო ვამბობთ, ზოგიერთები ხო ამბობენ, რომ მეც იმ დროის ყოფილი ვიყავ, მსგავს საკითხებს, მსგავს საქციელებს მეც ჩავიდეთ. დღეს ჩვენ რას ვაკეთებთ? ისლამის სანაცვლოდ. ჩვენ ისლამს ვაძლიერებთ, ფეხზე ვაყენებთ თუ პირიქით ვაქცევთ. ხო? ანუ ჩვენი გაკეთებული ქმედებებით ისლამს ზიანს ვაყენებთ თუ პირიქით. ანუ აი მაგალითად ადაობზენეს ალლაჰუ თაალა ჩვენ მოგიწოდეს რომ მაგალითად რაკეთ ილოცეთ, ხო? მოგიწოდეს რომ იმარხეთ. მაგალითად ქარბატონებს შეიმოსეთ, ხო? ანალოგიურად აკრძალულებს განერიდეთ. აკრძალულ საქმეებს
ეს იქნება მუშაობა, ყუმარი და სხვა აზარტული თამაში, ნებისმიერი ის რაც რომ აკრძალული არის. ჩვენ ამ ბრძანებებს როგორ ვასრულებთ? აი მაგალითად ხშირად მომაქვს რომ აი ძალიან ის ხალხი რომლებიც რომ ხშირად გამოდიან სოციალურ ქსელებში, ტელევიზიის მეშვეობით ხედავთ, ხო? რომ ყურანს რაშობიან სწავლენ საჯაროდ, ხო, ამასაც გამოდიან ის ურთულო ხალხი. ჩვენ ახლა ზოგჯერ ასეთი განცდა გვიცდება, გვიჩნდება რომ ან როგორ გაბედა ამ პიროვნებამ, ან მეც რომ იქ რო ვიყო სამაგიეროს გადავხვდიდი, შურს ვიძიებდი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ის ადამიანი ურწმუნო არის და მაგიტომ ამ საქმეს აკეთებს. მაგრამ ჩვენ როცა რომ მოწმუნეები ვართ და ალლაჰის ბრძანებებს ფეხ ქვეშ ვთელავთ, რა სხვაობა არის იმ ურწმუნოსა და ჩვენ შორის მაშინ? ის ურწმუნო არ იცის. ძალიან ბევრი პიროვნება არის, რომელიც რომ და მაგალითად ერთ-ერთი პიროვნება იყო, რომელიც რომ დაიწყო ისლამის დაძაგებაზე წიგნის დაწერა, რომ ისლამი ტერორიზმი ასე შემდეგ და ბოლოს ანუ ყურანში არის შეგრძნები და მსგავსი რაღაცები, შემდეგ ისლამი მიიღო ამ პიროვნებამ. ანუ როდესაც პირიქით ისლამს დაეჭიდა, ძალიან ბევრი პიროვნებას მსგავსი ისტორიული ბიოგრაფია გვაქვს აკითხული და შეგიძლია მაგის ინფორმაციას მოვიძიოთ, მაგრამ რა მოხდა? ისლამში შევიდა. მაგრამ ჩვენ როცა რომ მოწმუნეები ვართ და ალლაჰის ბრძანებებს არ ვასრულებთ, მაშინ ჩვენ ისლამს ვაკეთებთ ფეხზე თუ ვაქცევთ. ხო, ანუ ეს კითხვები ჩვენ საკუთარ თავს რომ დავუსვათ, დავფიქრდებით და მივხვდებით რომ ჩვენ რომ იმ დროისთვის ყოფილი ვიყავთ, შუა სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემის გვერდით ვიქნებოდით თუ ებუ ჯეჰილის მხარეს რიგებში ვიქნებოდით. რა თქმა უნდა, როდესაც მექაში 13 წელი გავიდა და იძულებული გახდნენ, რადგან მუსლიმებს მოწონებთ ძალიან დიდ წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ და აწამებდნენ, მედინაში წავიდნენ ჰიჯრეთი გააკეთა იძულებით გადაადგილება. აზრეთი ამჟამად თავისი მეუღლე და თავისი შვილი რაკნა ნიატო წავიდა. ადვილი არ იყო თვითონ მოწმუნეები, იმიტომ რომ ოჯახიდან ყველას ისლამი არ მოუღია. ზოგმა შვილმა მიატო ოჯახი წავიდა, ზოგმა ცოლმა თავისი ქმარ-შვილი მიატოვა, ზოგმა ქმარმა თავისი შვილები მიატოვა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, როდესაც იქ მედინაში ჩავიდნენ, შუა სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემმა გარკვეული რამოდენიმე წლის შემდეგ მოხდა ერთ-ერთი, როდესაც შეიტყეს რომ საბრძოლველად მიდიოდნენ მექედან მედინაში ებუ სუფიანის მეთაურობით. პირველი ბრძოლა მოხდა ბედირის ბრძოლა. ამ ბრძოლაში იყვნენ მოწმუნეების რაოდენობა იყო 313 და მედინედან 160 კილომეტრის მოშორებით იყო ის ადგილი, სადაც რომ ბედირის წოდებული ადგილი, სადაც რომ იქ შუა სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემმა ასეთი დუა გააკეთა, ვედრება რომ ია რაბი, ეს ერთი მუჯა მოწმუნე ხალხი არიან, თუ ეს ჩვენ დავმარცხდებით ამ ომში, შენთვის ლოცვის ამსრულებელი არავინ აღარ დარჩება. რა თქმა უნდა, უზენაესმა ალლაჰმა ამ ბრძოლაში ანგელოზები მოულინა დასახმარებლად და ვინც თუ მაგალითად ჰაჯობაზე ან უმრაზე არის წასული, რა თქმა უნდა, ამ უმრას ამ მგზავრობის დროს ბედირის ამ ადგილას არის მთა ბორაკი, სადაც რომ ის ადგილი არის სულ ქვიშით დაფარული. ანუ წარმოგიდგენთ, ერთ-ერთი სასწაული არის ის, რომ კურუქში ყველგან ქვიანი ადგილი არის, კლდოვანი მთები არის, მაგრამ ის მთა, სადაც რომ ანგელოზები არიან ჩამოსული, როგორც რომ ზღვაზე ქვიშა არის და ერთი კენჭის კი არ არის ნარევი, აი ესეთნაირად ქვიშა არის და 1400 წლის განმავლობაში იმ ადგილიდან არც ანუ როგორც რომ იმ თავიდანვე იყო, ისეთი რაოდენობა ხო არის, მაგალითად ძლიერი წვიმის შედეგად ან გარეშლის შედეგად მიმოიფანტოს, იმიტომ რომ კრუქში მათ იმ პატარა მთის ადგილის გარდა სხვა ქვიშიანი მთა არ არის, რომ მაგალითად რაღაცა დიემატოს ან სხვა რამე მოხდეს. ესეც ერთ-ერთი რა არის სასწაული არის. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში არაბებს ჰქონდათ ასეთი ტრადიცია, რომ
ომის დაწყებამდე გამოჰყავდნენ სამი პიროვნება, ანუ სამი პიროვნება უნდა გამოიყვანათ საბრძოლველად. ეუბნებიან, რომ მედინელი ხალხი არ გვინდა, რადგან ისინი მიწათმოქმედებას მიისწევდნენ და გლეხი ხალხი არ გვინდა, ჩვენ მებრძოლი ხალხი გამოგვიყვანეთ. შუა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალამმა, რა თქმა უნდა, ამ სამ პიროვნებიდან მოუწოდა, რომ თავისი ბიძაშვილი ჰაზრეთი ალის რომ ყუმ ია ალი ალი ადექი, ყუმ ია ჰამზა ჰამზა ადექი ამბულაში და მესამე პიროვნებაც იყო კიდევ მისი ბიძაშვილი. ეს პიროვნება იყო სახელი აღარ მოსწონს, ალბათ რომელსაც ამ სამივე პიროვნებებიდან ყველამ გაიმარჯვეს, რა თქმა უნდა, მესამე პიროვნებამ დაიჭრა და შემდეგ გარდაიცვალა, შეჰიდი გახდა. ბედრის ბრძოლაც, რა თქმა უნდა, მორწმუნეების გამარჯვებით იქნა დასრულებული. რამოდენიმე წლის შემდეგ, კიდევ მოხდა ბრძოლა, უჰუდის ბრძოლა უნდა მოხდა და ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის უკვე 3000 იყვნენ მორწმუნეები ამ იმაში, როდესაც მიდიოდნენ საბრძოლველად. მორწმუნეები იყვნენ 1000 პიროვნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ როდესაც 1000 პიროვნება მორწმუნეები საბრძოლველად მიდიოდნენ, 300-მა პიროვნება უკან გამოეყო. და ეს მოხდა მუნაფიყი ფარისეველი ადამიანი, მუნაფიყის მნიშვნელობა ვიცით, რომ ადამიანი, რომელიც რომ ენით ამბობს, რომ მუსლიმანი ვარ, მაგრამ გულით არ სწამდა, იყვნენ ასეთი პიროვნება და მისი მეთაურები ეს პიროვნება იყო აბდულლა ბინ უბეი იბნ სელული, რომელმაც რომ მისი პროვოკაციის 300 ადამიანმა ამ ბრძოლიდან მოbrunდა და 700 მებრძოლი დარჩა მორწმუნეების რიგებში, ანუ ფაქტობრივად 700 ადამიანმა საბრძოლველად წავიდნენ 3000 ადამიანის წინააღმდეგ. სანამ ომი მოხდებოდა, უჰუდის ბრძოლა მოხდებოდა ძვირფასი მორწმუნეობა, აქ მოხდა ასეთი რამ, როდესაც განხილვა მოხდა, რომ შუა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალამმა თქვა, რომ ეს ბრძოლა მედინეს შიგნით, ანუ დაცვითი პოზიციით შევასრულოთ თუ ქალაქარეთ ვიბრძოლოთ, რა თქმა უნდა, შუამოვლის სურვილი იყო, რომ დაცვითი პოზიციით ყოფილიყო, მაგრამ უმრავლესობა ახალგაზრდებმა, როდესაც ძალოვანი ერჩოდათ და უნდოდათ, რომ შებრძოლებული ყოფილიყვნენ, გადაწყვიტეს, რომ ჩვენ ქალაქარეთ შევებრძოლოთ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებაც ამ მხრივ მოხდა, მაგრამ იმ ღამით შუა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალამმა ასეთი სიზმარი ნახა, რომ როდესაც აბჯარი ჰქონდა ასხმული, ხმალი გატრეხილი, ხმალი გაუწყდა, რამოდენიმე სხვარი იქნა დაკლული და მსხვერპლი პირუტყვი იქნა. როდესაც გაიღვიძა თავის მეუღლემ შეინაშინა, რომ დამწუხრებული იყო და უთხრა თუ მიზეზი რა იყო და სიზმარი აუხსნა, თქვა, რომ აბჯარის ასმა ნიშნავს, რომ ნიშნავს, რომ მედინეს არაფერი არ მოუვა, ანუ ქალაქ მედინას, ხოლო ხლის გატეხვა ნიშნავს, რომ ოჯახის წევრებიდან ვიღაცა გამოგვაკვდება, ნათესავიდან ვიღაცა გამოგვაკვდება. რა თქმა უნდა, ის დიდი მსხვერპლი პირუტყვის დაკვრა ნიშნავდა ოჯახის წევრებიდან დანაკლისს, ხოლო ცხვრის და რამოდენიმე ცხვრის დაკლას ნიშნავდა მორწმუნეებიდან რამოდენიმე, ანუ ძალიან ბევრი დაიღუპებოდნენ. რა თქმა უნდა, ამ სიზმრის მოსმენის შემდეგ მორწმუნეების მოსმენის შემდეგ უთხრეს, რომ დაცვითი პოზიციით ებრძოლათ, მაგრამ შუა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალამ ასეთი რამ მიმართა, რომ არ არსებობს შუამოვალი ფეიღამბერი, რომელიც რომ აბჯარი ჰქონდეს ასხმული და მან უკან დაიხიოს. ის მოხდეს, რაც ალლაჰმა ინება, რაც ალლაჰს აქვს დაწერილი. რა თქმა უნდა, უჰუდის ბრძოლამდე ასეთი სიტუაცია, ასეთი მომენტი არის, აბდულლა ბინ ჯაში პიროვნება და სად ბინ ებილ ვაკასი. ეს ორი პიროვნება ერთმანეთთან ერთმანეთის მიმართ ასეთი დიალოგი გაიმართა და ამბობს, რომ აბდულლა ბინ ჯაში ამბობს, რომ სად ბინ ებილ ვაკასი ამბობს, რომ მოდით დუა გავაკეთოთ, ანუ ვედრება, მე ვედრებას შევასრულე და შენც ამინი თქვი. რა თქმა უნდა, სად ბინ ებილ ვაკასმა ასეთი ვედრება გააკეთა, რომ ია რაბი, ცოტა ხანში დიდი ბრძოლა გაიმართება. რა მოხდება, რომ ჩემი მეშვეობით ის ლიდერი, ანუ ის თავარი ფიგურა, უწუნოების თავარი ფიგურები, ვინც რომ არიან, ჩემი ხელით იქნან ჯოჯოხეთში გაგზავნილი. შემდეგ აბდულლა ბინ ჯაშმა, რა თქმა უნდა, ამინი თქვა. აბდულლა ბინ ჯაშმა ასეთი ვედრება გააკეთა, რომ ია რაბი, ცოტა ხანში ძალიან დიდი ბრძოლა დაიწყება. რა მოხდება, რომ
ურწმუნოებს ისეთი ურწმუნოების მხრიდან შეჰიდი გავხდე და მთელი ჩემი სხეული დაანაწევრონ, რადგან განკითხვის დღეს შენ წინაშე შეჰიდას წავდგე და მიზეზი მქონდეს რომ მე არაბი შენ წინაშე თავი გავწირვე და ჩემი ყველა სხეულიც შენი გზაზე იქნა განწირული. რა თქმა უნდა, სამინებულ ვაკასმა გაჩერდა დუის გაკეთება, ამინის თქმა დააკოკმანა. რა თქმა უნდა, აბდულაჰ ბინჯაში ეუბნებოდა რომ რა მოხდება რომ შენ ამინი თქვი, რადგან შენი დუა, შენ დუა რა თქმა მედრება ყაბული ხდება. რა თქმა უნდა, ისიც ამინს ამბობს და აბდულაჰ ბინჯაშიც რა თქმა უნდა უჰუდის ბრძოლაშიც მოწამედ შეჰიდად ეცემა. როდესაც ამ ბრძოლაში რა თქმა უნდა მოხდა ასეთი რამ რომ პირველი შეტაკება, მაგრამ ვთქვათ, მოწმუნების მხრიდან მიერ იქნა გამარჯვებული, მაგრამ ასეთი ისე უჰუდის მთები არის, მთების ძირში კიდევ პატარა გორაკივით არის, სადაც შუა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემმა იქ 50-მდე მეიეს მშვიდოსნებით განაწესა, რადგან და ასეთი მითითება მისცა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ აქედან არ უნდა იქნათ ჩამოსული. როდესაც დაინახეს რომ პირველ შეტევაზე მოწმუნეების მიერ იქნა გამარჯვებული და ჩამოვიდნენ იქ მეისრემად მიატოვეს ადგილი და წამოვიდნენ იქიდან. შემდეგ ხალიდ ბინ ველიდი პიროვნება იყო, სანამ ისლამში შევიდოდა, მანამდე მოწმუნეების რიგებში იყო. მან 200 ცხენოსანი მებრძოლი ჯარისკაცით რაკენის კრუგი დაარტყეს, წრე დაარტყეს და უკნიდან თავს დაესხნენ. ანუ როგორც ცეცხლ შორის აღმოჩნდნენ მოწმუნეები. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში შუა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემის ბიძა ჰაზრეთი ჰამზა იქნა შეჰიდად დაეცა, ანუ მოწამედ დაეცა. რა თქმა უნდა, აქ შეჰიდობის ან სიკვდილის გარდა არ გმარა ის პიროვნება, რომელიც რომ საინტერესო ის არის, რომ მთავარი უწმუნოების რიგებიდან მთავარი ებუ სუფიანი იყო, მისი მეუღლე ჰინდი იყო, რომელმაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შური უნდა ეძია ჰაზრეთი ჰამზაზე, რადგან ბედირის ბრძოლაში მან თავისი მამამისი და მისი ძმა სიცოცხლეს ბრძოლაში მოკლა და მან დაიქირავა ასეთი, მან მყავდა მონა ვაჰში ბინ ჰარბი, რომელიც რომ სანამ ისლამს მივიდა, რა თქმა უნდა, მაშინ უწმუნო იყო, ის პიროვნება იყო პროფესიონალი შუბის სპორტსნაში და მან ასეთი გარიგება დადო მასთან, რომ თუ შენ უჰუდის ბრძოლაში ჰამზას მოკლავ, შენ გაგათავისუფლებ მონობიდან, ანუ ტყვეობიდან, მოგცემ დიდ თანხას, ანუ როგორც მოგცემ და გაამგიბრებ, რასაც მოისურვებ, მას მოგცემ. რა თქმა უნდა, უჰუდის ბრძოლაში ვაჰში შუბის სპორტსნით, რა თქმა უნდა, ჰაზრეთი ჰამზა შეჰიდად დაეცა, მოწამედ. როდესაც დასრულდა ბრძოლა და შუა სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემმა დაავალა ჰარის ბინ სიმეიერ პიროვნება, რომელიც უთხრა, რომ წადი და ნახე ჰამზა დაჭრილების რიგებში ხო არ არის, იმიტომ რომ უკვე გამოხვალთ ნახულობენ ვინ არის დაჭრილი, ვინ არის გარდაცვლილი და ასე შემდეგ. როდესაც წავიდა პიროვნება ჰარის ბინ სიმეიმმა და დაინახა ჰაზრეთი ჰამზა შეჰიდი იყო, ანუ გარდაცვლილი იყო, ამას პლუს ჰინდმა და ვაჰშიმ რაკნეს ჰაზრეთი ჰამზას გაუჭრეს მკერდი, ამოღვიძ გულღვიძლი და არაბებში იყო კიდევ ასეთი ტრადიცია, რომ მაგალითად, როდესაც ომში გაიმარჯვებდნენ, დამარცხებული პიროვნების მხრიდან გარდაცვლილი ჯარისკაცებიდან აჭრიდნენ მაგათ ორგანოებს, ყურებს, ცხვირს და სხვადასხვა ხელებს და ფეხებს, რომელსაც სამკავლებად აკეთებდნენ და რა თქმა უნდა, ჰაზრეთი ჰამზაზეც ასეთი ქმედება, ანუ ვერაგული საქციელი ჩაიდინეს და გამოუღეს გულღვიძლი, ამოაჭრეს ყველანაირი ორგანოები დააჭრეს, ასეთი არასასიამოვნო ფორმაში დატოვეს. როდესაც ჰარის ბინ სიმეიმმა წავიდა მის მოსანახულებლად, უკან ვერ დაბრუნდა, რადგან მე შუა მომავალს ას ვერ ვეთქვი, რომ ასეთი ფორმით იქნა, ანუ თქვათ არის გარდაცვლილი. რა თქმა უნდა, შემდეგ ჰაზრეთი ალის დაავალა, რომ წადი შენ და ნახე, რადგან ის არ მოვიდა, როდესაც ჰაზრეთი ალი ნახა, რომ ჰაზრეთი ჰამზა იყო გარდაცვლილი და მიუთხრა, რომ ალლა შუამოვალო ჰაზრეთი ჰამზა არის, ანუ გარდაცვლილი არის, მაგრამ რა მოხდება, რომ შენ
რა მოხდება რომ შენ რა მოხდება რომ შენ არ ნახო რა თქმა უნდა შუა სალალაჰუ ალეიჰი ვესელემ დაჟინებით ამოთხოვნით როდესაც მივიდა და ნახა დაინახა თუ როგორ მდგომარეობაში იყო ძალიან ეცლინა ძალიან ძირილი დაიწყო ამასთან ერთად მისი მამიდა უშუალო ჰაზრეთი ჰამზას და საფიე როდესაც მივიდა შუა სალალაჰუ ალეიჰი ვესელემ მიმართვა იყო რომ შეეკავებინათ არ მოსული ყოფილიყო არ ინახა იმ მდგომარეობაში მაგრამ ვერ შეაკავეს და დაინახა მანაც კი პირილი დაიწყო შუა სალალაჰუ ალეიჰი ვესელემმა ასეთი სიტყვებით მიმართა და გააკეთა მესი გაუკეთა მკერდზე რადგან ცოტაც და მის მამიდას ანუ გული გაუწვდებოდა ისეთი ტკივილი ისეთი ამ თავისი ძმის გარდაცვალება ისე ძალიან ერკინა რა თქმა უნდა მოდ ჩვენ გარდაცვლილები როდესაც გადაგვეცვლება ახლობელი და ასე შემდეგ ტირილი ამ ზოგჯერ არის ხშირად რომ არ უნდა იტირო და რაღაცა მსგავსი რაღაცა არ არის სწორი ფორმა რა თქმა უნდა შუა სალალაჰუ ალეიჰი ვესელემ თავისი შვილი როდესაც მიაბარა იბრაჰიმი და ცრემელი წავიდა კითხეს რომ ალლა შეუნუ თუ შენც ტირი ხარ მან უპასუხა რომ რა თქმა უნდა თვალი ძრევს დაღლის მაგრამ ენა და გული არასდროს ალლაჰის წინაშე რამეც შირკს ანუ არასწორ რამეს არ იტყვის ანუ მაგალითად რატომ მოკდა ჯერ ახალგაზრდა არის და ასე შემდეგ ამის სიტყვები რომელიც რომ შეიძლება ადამიანის წვენიდანაც გაიყვანოს ამის შემდეგ როდესაც შუა სალალაჰუ ალეიჰი ვესელემ ჯანაზა მიწვეულის როცა აღავლინეს რა თქმა უნდა 70 ადამიანი იქნა დაცემული ამ ბრძოლაში გადაცვლილი და დასაფლავება დაიწყეს ბოლოს დარჩენილიყო ჰაზრეთი ჰამზა და თავის მადამ საფიე მოიტანა ორი მოსასხამი რაც ქეფენისთვის რა თქმა უნდა ჩვენ ქეფენში ნაჩი რომელსაც რომ გადაცვლილი ადამიანი იქნება შემოსება და ისე ვაბარებ მარტინ დროისთვის რადგან ეს ფუფუნება არ იყო მოსასხამი თუ იყო რაც რო იყო იმაში ახლა მოსავდნენ და ისე აბარებდნენ რა თქმა უნდა ორი მოსასხამი ქონდა საფიეს როდესაც მეორე პიროვნებაც ნახეს რომ გადაცვლილი იყო კიდევ ერთი მოსასხამი იყო დიდი, მეორე მოსასხამი იყო პატარა. წარმოიდგინეთ აქეთ საინტერესო და მნიშვნელოვანი არის გასათვალისწინებელი რამ რომ შუა სალალაჰუ ალეიჰი ვესელემმა არ გაუკეთებია რომ ჩემი ბიძა არის და რა ვქნათ მოდი დიდი მოსასხამი ჰამზას შემოვსვოთ პატარა მოსასხამით ის მეორე და ეს მეორე პიროვნებაც იყო აბდულლა ბინ ჯაში და ამ მეორე პიროვნებაზე გამოვიყვანთ არა მასე არ გაუკეთებია რაქნა ის მაგალითად ჩვენ ვიცით მაგალითად სახელს დავაწყეთ ამ რაღაცას ფიშეს გავაგორებთ და სახელი ისე წამოვა იმას ეკუთვნის თქვათ ესა თუ ის რა თქმა უნდა ის პატარა მოსასხამი ჰაზრეთი ჰამზას მოუწია ანუ შუა სალალაჰუ ალეიჰი ვესელემის მაგალითი და ზნეობა რაც ჩანს რომ როგორი სამართლიანი პიროვნება იყო რა თქმა უნდა საჰაბებმა დაიწყეს იმაზე ტირილი რომ ჩვენ როგორი მდგომარეობაში აღმოჩნდით რომ იმის საშუალებაც კი არ გვაქვს რომ ჰამზას სრულად შევმოსოთ და ამ ქეფენით შევმოსოთ და სრულად მივაბაროთ რა თქმა უნდა გარკვეული წლების შემდეგ ასეთი რამ მოხდა მედინაში უჰუდის ძალიან დიდი წარღვნა მოხდა წყალდიდობა სადაც რომ ის 70 დასაფლავებული მიმარებული მიცვალებული ნაშთი ანუ სხეული იქნა ძალიან დიდი ღვაწლი როდესაც მოვარდა ის საფლავები იქნა გაიხსნა და ცხედრები გამოჩნდა რა თქმა უნდა შუა სალალაჰუ ალეიჰი ვესელემის ბრძანებით ეს მიცვალებულები გადასვენებული იქნა ჯენნეთულ ბაღში ანუ სადაც რომ მედინაში მესჯიდი ნებევი არის იმის გვერდით არის სასაფლაო სადაც რომ ყველა საჰაბეების და უმრავლესობა იქ იყვნენ დასაფლავებული როდესაც დაიწყეს იმ მიცვალებულების იქ გადასვენება უჰუდის მთა ენაზე მოვიდა შუა სალალაჰუ ალეიჰი ვესელემს მიმართა რომ ey მუჰამედ გამოხდება რომ ეს მიცვალებულები ჩემთ კალთაზე ანუ მთის ფერდობზე დატოვო რა თქმა უნდა განსაკუთრებით ჰაზრეთი ჰამზა რა თქმა უნდა თუ ვინც უმრაზე ან ჰაჯობაზე არის წასული თარში დავინახავთ რომ უჰუდის მთის ძირში არის საფლავი სადაც 4 საფლავი არის ჰაზრეთი ჰამზა და კიდევ სხვა
თავისი მეგობარი ან მეგობართან ერთად დაცემული ანუ ის მოწამეები, საფლავები, ანუ 66 იქნა გადასვენებული ჯენეთულ ბაღში, ხოლო ის 4 მიცვალებული იქ იქნა დარჩენილი. რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც რამოდენიმე წლის შემდეგ მექა იქნა გათავისუფლებული წარმართებისაგან, გათავისუფლებული იქნა უბრძოლველად, ჩანოვეთის ხალხმა რომ ისლამში წევიდნენ და ჩააბარეს. ვახში გაიქცა, ტაიფში წავიდა, რადგან შუამო სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემმა ერთ-ერთი ასეთი სიტყვები თქვა, რომ მე ჩემი ბიძის სანაცვლოდ დასვისამ შურს ვიძიებ 70 ადამიანს 70 ადამიანზე შურს ვიძიებდი ამ დროისთვის უზენაესმა ალლაჰმა მოულინა აიათები ნაჰლ სურას 126 აიათი, სადაც უზენაესი ალლაჰუ თაალა ბრძანებს რომ და თუ უნდა დასაჯოთ, მაშინ დასაჯეთ იმდენ. შემოვახოთ რომ იმ გაცხელებულ თქვათ ყველაზე როიტვიაში ბიზნესი ასე მდგომარეობაში დატოვეს და ძალიან ეწყინა, ანუ გული ეწყინა, თქვა რომ ამის გამო შურს ვიძიებ 70 ადამიანს, თქვა 70 ადამიანზე და ალლაჰუ თაალა მოულინა ნაჰლ სურას 126 აიათი და ალლაჰუ თაალა დანიშნავს რომ და თუ უნდა დასაჯოთ, მაშინ დასაჯეთ იმდენით, რამდენადაც დაგსაჯეს თქვენ და თუ მოწმინებას გამოიჩენთ, დიახაც იგი უკეთესია მოსმენისთათვის. ანუ ალლაჰუ თაალა რას მოუწოდებს, რომ დასაჯეთ იმდენით, რამდენადაც თქვათ ზიანი მოგაგენეს თქვენ და თუ მოითმენთ, მოთმენა უფრო უკეთესი არის. რა თქმა უნდა, მინდა თემას გადავიდეთ ვახშის გამოსვლა ისლამის შესწავლაზე, როდესაც ტაიფში გაიქცა, ტაიფელებმა როდესაც ისლამი მიიღეს, შემდეგ სხვაგან წავიდა, აი თითქოს ისლამი მას ყვალ დასწრდა. ერთ დღეს შუამო სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემმა ჰაზრეთი ვახშის ასეთი წერილი გაუგზავნა, რომ წერილში იყო, რომ ისლამზე ეპატიჟებოდა, ისლამში შესწავლაზე. ვახშიმ ასეთი რამ გაიფიქრა, რომ ნუ თუ მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემ სურს რომ შემიტყუოს და შური იძიოს, ანუ სამაგერო გადამიხადოს იმისთვის, რაც რომ მე გავაკეთანო მისი ბიძა, ხო მიზეზი მან მოკლა მისი ბიძა. რა თქმა უნდა, როდესაც ეს წერილი მიიღო, მან ეს აზრები ისე გაუქართლდა, იმიტომ რომ იცოდა რომ მუჰამედი ისეთი ან შუამოვალი ისეთი პიროვნება იყო რომ ალეისლამი რომ სიცოცხლეში ყუილი არ უთქვამს და ის სანდო პიროვნება იყო, სამართლიანი პიროვნება იყო, არავის არ მოატყუებდა რაც არ უნდა სიტუაციაში, რაც არ უნდა მდგომარეობაში ყოფილიყო. ამის შემდეგ მან წერილი დასწერა რომ ey მუჰამედ, ნუ თუ შენ არ ამბობ რომ ის ადამიანი რომელიც უსამართლოდ მოიქცევა ადამიანს, მოკლავს და სხვა დანაშაულებს ჩაიდენს, ის ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. ამ წერილის მიწერის შემდეგ უზენაესი ალლაჰუ თაალა მოავლინა ფურკან სურას 60-მე აიათი, უზენაესი ალლაჰუ თაალა ბრძანებს რომ ეს არ ეხება მათ, ვინც მოინანია, ირწმუნა და სამართლიანად მოიქცევა. მათ ამ საქმეებს ალლაჰი კეთილით შეცვლის. რამე თუ ალლაჰი შემწყნარებელია, მიმტევებელია. ანუ თუ ადამიანი მოინანიებს, ალლაჰუ თაალა იმ ავსაქმეებს კეთილად შეუცვლის. როდესაც ეს აიათი მოევლინა, წარმოიდგინეთ რომ ვახში შუამოვლის ბიძის ჰამზას მკვლელი წერილს წერს შუამოვალს, საპასუხოდ ალლაჰისაგან აიათები ჩამოდის შუამოვალზე, შუამოვალი იმ აიათებს უგზავნის პასუხად ჰაზრეთი ანუ ვახშის. როდესაც ვახშიმ ეს პასუხად ეს აიათები მიიღო, რა თქმა უნდა, მან ასეთი წერილი მისწერა რომ რა თქმა უნდა, წმენაში შესვლა და კარგი საქმეების კეთება ძალიან კარგი საქმე არის, მაგრამ მე თუ ჩემზე თუ დარჩება, მე ამას ვერ შევასრულებ. ამის შესახებ უზენაესმა ალლაჰუ თაალა მოავლინა ნისა სურას 42 აიათი და უზენაეს ალლაჰუ თაალა ბრძანებს რომ უეჭველად ალლაჰი არ მიუტევებს რამ თანაზიარი გაუჩინონ მას და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს ინებებს ვისაც და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, მაშინ უდიდეს ცოდვას ჩადის. ანუ წარმოიდგინეთ რომ ანუ ვახში როდესაც პასუხი მისწერა რომ მე ისე დავრჩები იმ ურწმუნოებაში და იმას რასაც მე ვაკეთებდი,
ალლაჰისაგან აიათები ჩამოვიდა, რომ ვინც ალლაჰ თალა არ მიუტევებს იმას, ვინც რომ თანაზიარი გაუჩინა. ამიტომ, როდესაც ეს აიათი პასუხად ჩამოვიდა და გაუგზავნა შუამავ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემმა, ჰაზრეთი ვაჰშიმ ასეთი წერილი მიწერა შუამავ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემს, რომ ey მუჰამედ, მე ძალიან ყველა ის ცოდვა, ყველა ის დიდი დანაშაული ჩავიდინე, მაგრამ მე რომ წმენაში შევიდე, მაინც ალლაჰი ღმერთი მაპატიებს იმს ჩადენილ საქმეს არ ვიცი, მაშინ ყოველმანს არ ვიცი რა მოხდება, მაპატიებს თუ არა ალლაჰ ღმერთი გამჩენელი ალლაჰ თალა. ამის შესახებ უზენაესმა ალლაჰმა ზუმერ სურას 53 აიათი მოავლინა და უზენაესი ალლაჰ თალა დანიშნავს, რომ თქვი, ჰეი მსახურნო ჩემო, რომელთაც ღვარს გადახვედით საკუთარი თავის საზიანოდ, არ მოიწვიტოთ იმედი ალლაჰის წყალობისაგან. უეჭველად ალლაჰი მიუტევებს ცოდვებს სრულად, რამე თუ იგია შემდობი წყალობელია. როდესაც ეს აიათი იქნა მოვლენილი, რა თქმა უნდა, იქ ყოფილმა შუამავ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემის მეგობრებმა, როდესაც გაიგონეს ეს აიათები და მივიდნენ და უთხრეს, რომ ey ალლაჰის შუამავალო, ჩვენც ვაჰშივით წარსულში ძალიან ბევრი დიდი დანაშაული ჩავიდინეთ. ეს აიათი მხოლოდ ვაჰშისთვის არის მოვლენილი თუ ჩვენთვისაც. შუამავ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემმა თქვა, რომ ყველა იმ მორწმუნე, ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც ყიამეთამდე ირწმუნა და თქვა მსგავსი საქმეები აქვს, საქციელი აქვს ჩადენი დანაშაულები, ყველასათვის არის და ვალლაჰი ამ აიათს არაფერში არ გავცლი. ამის შემდეგ რა თქმა უნდა ვაჰში ისლამს რეგულობს, რა თქმა უნდა მოკლედ დრო ცოტა დავრჩა და მინდა რომ ნამაზის ლოცვის დრო მოდის და ვასრულო. როდესაც ვაჰშიმ ისლამი მიიღო, რა თქმა უნდა შუამავ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემთან დანახვა, მისთან მისვლა და დანახვა ერიდებოდა, რადგან ის ჰაზრეთი ჰამზა როდესაც მოკლა, მაინც არ უნდა შუამავის დანახვებოდა. რა თქმა უნდა შუამავის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ მათ უარა შუამავლები. ესეთი პიროვნება იყო მუსეილემეთე ქეზაბი, როდესაც და იმ შუბით, რომელიც რომ ვაჰშიმ მოკლა, შეჰიდი გახადა ჰამზა, იმ შუბით ის მუსეილემეთე ქეზაბი, მათ უარა შუამავალი, რადგან მოკლა. და შემდეგ ტირილი დაიწყო, ნუ თუ ალლაჰის შუამავალი ამ საქციელის გამო მიმიღებს, ანუ ყოფილი იქნება, რა თქმა უნდა, სიბმარში ნახულობს შუამავ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემს და ამბობს, რომ ey ვაჰში, შენ მოდი ჩემთან, მის საფლავთან და შეგიძლია რომ შენ უკვე აქ მოხვიდე ლოცვები აღავლინო. ანუ ჰაზრეთ ვაჰშის და ჰაზრეთ ვაჰში ამბობს, რომ რა თქმა უნდა მე ამ ქმედებით იმედი მაქვს, რომ ის რაც რომელიც ჩავიდინე, ალლაჰ თალა მაპატიებს და ამის გამო არ მომკითხავს, არ დასჭის. რა თქმა უნდა ეს ჰაზრეთი ჰამზას მის შესახებ ბიოგრაფია, ასეთი პიროვნება, ასეთი მამაცი, უზენაესმა ალლაჰმა ყველა ჩვენ მორწმუნეების შვილები, მსგავსი ისლამის გზაზე მებრძოლები, ისლამის გზაზე განძლიერებელი, არა ისლამის საზიანოდ ზიანის მიმღებელები, არამედ ისლამს რომ აღორძინებენ და ესედაღლენ ესეთი შემოვლების დატოვება ნაცრი გამოიხადოს. უზენაესმა ალლაჰმა ყველა მორწმუნეებს გვაპატიოს ჩადენილი შესწორებული ნაკლონებები და მის დაგეგმილი ჭეშმარიტიდან არ აგვაცილოს. والحمد لله رب العالمين